მოგესალმებით, ძირფასო მეგობრებო, ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი. პირადი კონსულტაციები არის ფასიანი. საღდგომო ბოქსები, ვინც შეუყვეთა ამ კვირაში, კვირის ბოლოს დაახლოებით უკვე გამოგიგზავნით, მზადდება და შეგნით არის წარმოდგენილი, რა თქმა უნდა. ცალ-ცალკე რომ მიადგეთ, უფრო ძვირი ჯდება ზოგადად რომ მიცოდეთ საფედელად. დაცვა, ფინანსები, მთლიან ბოქსში. სიყვარული კეთილგანწყობა არ აქვს მნიშვნელობა, ვის რა ინტერესებს, იმის მიხედვით არის ეს ზოგადად. ფინანსები, თავისი სანთლებით, თავისი ასე რომ ვთქვათ, ჩემს მიერ დამზადებული შელოცვილი სპეციალურად, შელოცვილი და არა ისე რაღაცა. უბრალოდ სანთლებით ესე გამზადებული და შელოცვილი არის, რომ იცოდეთ, სითხის სახით, რომელსაც აქვს სასიამოვნო, ესე ვთქვათ, სუნი, სურნელი, დიდხანს არ სჩერდება, ეხლა ეს არ არის, რა ქვია, სუნამუსავით მთლად, მაგრამ რომ მიგახვედროთ მაინც. რა თქმა უნდა, არის სამივე სახის ფინანსები, კეთილგანწყობა, სიყვარული, ვისაც სურს და დაცვა, სამაჯური, რა თქმა უნდა, და ასევე კვერცხები, საღრადგან აღდგომა მოდის, აი აქედან გამომდინარე. კვერცხი ვიცით, რომ არის სიმბოლო ჩემო კარგებო დაბადების, ნაყოფიერების და შესაბამისად ეს გექნებათ სახში, რაც ნიშნავს წინსვლას, ნაყოფიერებას, დაბადებას, წარმატებას და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, საწმენდის საშუალებები, რაც აუცილებელი არის. ისედაც დაიწყო ახალი ეტაპი, ახალი პერიოდი, ეს ტელეფონიც გადავიტანეთ, თუმცა მე დღეს უფრო გრძნობ ვიდრე წინა დღეებში, რომლებიც გამოაცხადეს, მაგრამ ახლა უკვე თითქოს აი გადავიდა. თუმცა ჩემთან დღეს უფრო არის რაღაც უფრო აი ჩემი რაღაც საშუალებები გამოვიყენე და ძალიან უენერგიოდ ვიყავი, მოკლედ. რაც შეეხება ვისაც არ გაინტერესებს ეს რამდენიმე წუთიანი საუბარი, გადაახვევთ გაშლიდან. ხო, რაც შეეხება ამ თვეში გთავაზობთ ზოგადად ყველა დიაგნოსტიკას ნახევარ ფასებში. ვოისებით არის ნახევარ ფასებში, ასევე კიდევ რომ მიცოდეთ ჩემთან. დავუშვათ პირადი, უნდა ვიღაცას რომ გაშალოს, ხო, ვოისებით გაგზავნა არის ნახევარ თანხაში ვოისებით. შეგიძლიათ ისარგებლოთ აპრილის თვეში ეს. კარგით, ვნახოთ ვინც VIP აი მომხმარებლები მყავს, უკვე ცნობილი ხართ, თქვენთან რა თქმა უნდა ყველაფერი იქნება ნახევარ ფასებში. აბსოლუტურად ყველაფერი. კარგით, ვნახოთ ვინ მელოდა. თითქოს ეძებთ რაღაც ესე რომ ვთქვათ განსაკუთრებულ შედეგს ან რა ვიცი პორტალის გახსნას ან რაღაცა სასწაულს ისეც რომ აი გაიხსნეს და ჩემი დავუშვათ ოცნება, მიზანი ასრულდეს ან ავიდე უფრო წინ, განვითარდე, არ აქვს მნიშვნელობა, რაღაც ესეთ პოზიციაზე ხართ. თუმცა გაქვთ ამავე დროს შიშები, რაც ან ეჭვიანობა, ან რაღაც. ნახეთ, ერთ რაღაცას გასწავლით. ეხლა აქედან გამომდინარე, როდესაც ამბობთ
დავუშვათ შემოვიდა შემოთავაზება რაღაცა სამსახური გინდა თვითმეს და ეს სამსახური გამოვა ნეტა უფროსი რასიზმს ნეტა თქვენ ჩათვალეთ რომ უკვე გარკვეული ეს თქვენი შიში და ვიბრაციები გაუშვით ისეთ პოზიციაზე რომ გადაწყვეტილი საქმე შეიძლება ჩაიშალოს ამ შემთხვევაში უნდა გქონდეთ თქვენ კი შეიძლება ეს გულში რაღაცნაირად ახლა ძალიან რთული არის მოდი ასე ვიტყოდი ამ ყველაფრის მე რასაც თქვენ გეუბნებით ერთ დღეში და ორ დღეში მოგვარება მაგრამ უნდა დაიმახსოვროთ და ამცი ძველი გაშლებიც კიდევ ასე საკმაოდ ძალიან კარგად რეზონირდება და ინფორმაციები არის ჩემო კარგო ძველ გაშლებში რომელიც შეგიძლიათ ასევე შეიძლება არც გავიმეორო ხო ის საკითხი რა ვიცი ახლა ან არ გამახსენდეს ან სხვანაირად ვთქვა. ამიტომ ინფორმაციებიც ბევრი არის ძველ გაშლებში რომ იწვევთ. ამ შემთხვევაში როგორ არის ეს თქვენი ვიბრაცია უკვე მოქმედებს ფაქტიურად ასე უარყოფითად ხო? თქვენ შეიძლება ეს გულში გქონდეთ, მაგრამ უნდა ზემოთ სხვანაირად მაინც თქვა და აი გამოვა. ეს საკითხი გამოვა. კი მე დამიძახებენ კი რაღაც მაგრამ ეს არ უნდა იყოს ზედაპირული თქვენ თუ ამას მხოლოდ სიტყვებით იტყვით და აი გონება მთელი შინაგანი მუხტი მთელი რაღაცა ძალა მაინც ისი არის რომ უარყოფით ისკენ იცოდეთ რომ აქ 90% უკვე უარყოფითი არის პასუხი გამოსული საქმე რომ იყოს აი თქვენ იყოთ არჩევანში მართლა და სხვა არავინი გეუბნებით რომ ეს შებრუნება პირიქით. ამიტომ აი აქ თქვენ ეს რაღაც განსაკუთრებულ პორტალზე ძებთ ალბათ ეტყობათ ზუსტად იმ პოზიციაზე ხართ ეს საკითხი რომელიც თქვენ გაწუხებთ ან მიზანი რომელიც გაქვთ როგორ არის იცით ალბათ ზუსტად მაგას ფიქრობთ რომ რასასწაული უნდა მოხდეს ნახეთ რასასწაული უნდა მოხდეს და აი იმიტომ ეს თუ მოხდა ფიქრობთ რომ ეს იქნება რაღაცა სასწაული ხო ამიტომ დამფიქრე რაღაცა ესეთნაირად წამოვიდა ინფორმაცია გარდა ამისა აქ იცით რა არის მე მაგალითად ამ რაღაც საკითხებზე ლაპარაკსაც თითქოს არ გერჩევდით ნუ მოდი მაგას მე დავაკონკრეტებ მაგრამ რაღაც წამოვიდა ისეთი ინფორმაცია და არ გადავხო კარგი ეს თქვენი მიზანი და მდგომარეობა რაც არის ახლა რაც ესე ვთქვათ წინა სიტყვა თქვი შესავალი თუ კი რეზონინდა უნდა მისმინოთ ანუ გაშლა ხო ამის შემდეგ რა იქნება ნახოთ არასწორად გაცემული ენერგიები. შესაძლებელია აქ ზუსტად ეს მომენტი არის, რომ არ არის გამორიცხული, არასწორად გასცემთ რაღაცა ენერგიას. აქ შეიძლება იყოს მატერიალური და ასევე სულიერი მდგომარეობაც, ხო? გააჩნია ახლა ვინ რა პოზიციაში ხართ და დავუშვათ წლის მთავარი მიზანი რა გაქვთ ამ წელიწადში დავუშვათ დასამუშავებელი გასაკეთებელი, ხო? შესაძლებელია აქ იყოს ისეთი მომენტი ვინმესთან დავუშვათ თქვენ უნდა დაეხმაროთ ადამიანებს, მაგრამ უნდა დაეხმაროთ სულიერად სწავლებით, აი როგორ იცით, რაღაც მორალურად დაეხმაროთ. დავუშვათ წაყოლაც თუ ჭირდება კი ბატონო, მაგრამ არა ფინანსურად. აქ ეთყობა თქვენ რაღაცა გაქვთ ესეთი ეგ მომენტი, რაც ალბათ გაფიქრებთ, ხო? თქვენ ძირითადი ამოცანა რა არის, ეს თუ არ გაქვთ გარკვეული ძალიან ამ შემთხვევაში, ან უნდა იცოდეთ რა, უნდა იცოდეთ, ეგ არის აუცილებელი. არის ადამიანები, რომ კი ბატონო, აქვთ იმის უფლება, ნახე, ფინანსურად დაეხმარონ სხვას, გასცენ, მაგრამ არიან ადამიანები, ამის უფლება არ აქვთ. მოდი ასე გეტყოდით. უფლება რას ნიშნავს? ანუ მისი ენერგიები მინუსებში გადადის, მით უმეტეს ამის სურვილი თუ არ აქვს ადამიანს. მინუსებში გადადის და
უკვე ზუსტად ის თქვენ რაც გონიათ, რომ ეხლა შიში დაიჭვრაზეც გაქვთ და ფიქრობთ, აი მე ასე იქნება თუ ეს თუს მომენტი ვისაც გაქვთ, ზუსტად ეს ანუ მიდიხართ უკან, ხო? კარგი, რა შეიძლება ამ შემთხვევაში? ამიტომ ეს ძალიან კარგი იქნება თუ გაარკვევთ. ამას გაარკვევთ, ჩემო კარგებო, თქვენი მთლიანი მონაცემების გამოკვლევის საფუძველზე, მონაცემების გამოკვლევის. Ну, რა თქმა უნდა, ეს დიაგნოსტიკასაც მე სკრინში არ მაქვს ჩართული ეს, მაგრამ ესე უნდა დავუშვათ თუ მოითხოვთ, ესე უნდა მოითხოვთ სრული თქვენი მონაცემების გამოკვლევა. და ერთი ძირითადი მიმართულებას აიღებ სიტყვაზე და აი ამ საკითხზე გააკეთებ გაშიფრას. რაც შეეხება ერთმა ქალბატონმა ახლა მე ჩემ პრობლემებით არ შეგაწუხოთ, კაცო თქვენც გეყოფათო, ცოტა უცნაურად დავრჩი, ცით რა არის. ადამიანი რომელიც წუწუნებს და ახლა მოდის მე მწუხდები არა კიდე, მაგრამ ბევრი ხართ და მართლა ახლა წუწუნს უსმინო თქვენი მხრიდანაც არ არის სწორი, მაგრამ როდესაც ადამიანი მოდის და იცი რა, ნინო მე ფინანსური არხი მაქვს დაბლოკილი, რა ხდება, როგორ უნდა მოვიქცე, რა უნდა გავაკეთო ამისთვის. იქნებ მართლა სჭირდება გასუფთავება და სჭირდება დაცვა მის ფინანსურ არხს და ყველაფერს სწორად აკეთებს ამ დროს ადამიანი. შესაძლებელია გასუფთავებაც აქვს გაკეთებული, დაცვაც აქვს გაკეთებული, მაგრამ მისი ენერგიები სწორად არ მუშაობს, მინუსებში იყოს მთლიანად გადასული. არ მახსოვს ამ თემაზე ვისაუბროთ თუ არა, მოკლედ ადამიანს გვაქვს ესეთი ენერგიები, პლუსები და მინუსები. შეხედეთ ის თქვენი მონაცემებიდან გამომდინარე, რა უნდა გააკეთოთ, დაუშვათ შესაძლებელია ეს კარმული პრობლემა იყოს, რაღაც კუდი გადმოდიოდეს, რომელსაც ვერ ამუშავებს ადამიანი. ამ შემთხვევაში ზუსტად ეს უნდა გამოიკულიოთ თქვენ რა ნაბიჯი უნდა გადადგათ და რა პოზიციაზე ხართ ამ შემთხვევაში, ხო? შესაძლებელია ეს წმენდა დაცვა ყველაფერი გააკეთეთ, მაგრამ თქვენი მოქმედება არ არის სწორი რაღაცა, აი თუნდაც ის მომენტი, რომ ფინანსურად ვიღაცას რო დაეხმარებით, შეიძლება ეს გეწერებათ თქვენ მინუსებში. და აქ პირიქით უნდა იყოს, თქვენ მორალურად უნდა დაეხმაროთ ამ ადამიანს. აი ესეთი რაღაცები, ახლა შეიძლება გაგიკვირდეთ წვრილმანიან, აი მე რა ვქნა, ისე ვერ ვიზა, მაგრამ უნდა ქნათ. თუ გინდათ, რომ თქვენი ესე იგი საქმე, საკითხი შემოიბრუნოთ ამ შემთხვევაში. ყოველ შემთხვევაში აქ მე ვფიქრობ, რომ ვიღაცა მაინც გადადის სწორ მიმართულებას ღებულობთ ყოველ შემთხვევაში და აქ არის გარკვეული დასვენების მომენტი თუ ენერგიის აღდგენის მომენტი. კი, ენერგიების აღდგენა მიმდინარეობს აქ. შეიძლება არც გჯერავთ, მაგრამ ასე იქნება. იმ პოზიციიდან ყოველ შემთხვევაში ეს ემოციური შფოთი იყო, რაღაც დისბალანსი იყო სხვათა შორის წარსულში რჩება, რაც გბლოკავდათ თქვენ და ეს არის ძალიან კარგით ნახეთ, როგორ რაღაცა შეიძლება ილუზიური მდგომარეობა, ანუ ილუზიებში როცა არის ადამიანი, როგორი მომენტი არის. აი ახლა იქნება რაღაცა, აი ახლა იქნება, ხო, ეს არის მისი და სინამდვილეში სხვანაირად არის ყველაფერი. აი ეს ყველაფერი რაღაცა სუფთავდებით ამ ილუზიებიდან, ამ შფოთვისგან და ჩათვალეთ, რომ მასკნით всё უკვე მოიშორეთ და დარჩა ფაქტიურად წარსულში. მე მაგალითად ჩემთვის გაზაფხული ახლა იწყება აპრილიდან, რომ იცოდეთ. კარგით. ნახოთ ამის შემდეგ კიდევ რა შეიძლება აქ რომ იყოს თქვენთვის. ძალიან სწრაფი როგორი რაღაც იცი შეიძლება ითხოვ, შეიძლება ცდილობთ, შეიძლება რა ვიცი. სხვათა შორის ძალიან კარგი არის ახლა სრულების ჩაფიქრება რაღაც ისეთი ვარიანტით. როგორ იცით, ჩაიფიქროთ რა სურვილები და ძალიან კარგად იმუშავებს რომ იცოდეთ. ისაც გაქვთ ეს დაპრაქტიკებული, როგორც გაქვთ თქვენ დაპრაქტიკებული, ისე გააკეთეთ. ზოგი ფურცელზე აპრაქტიკებს, ზოგი
ასკეზას სახით აპრაქტიკებს და ზოგი, რა ვიცი, რაღაცა სხვანაირი კიდე მომენტებით ხომ, შეპირებებით და ასე შემდეგ. აქ ყოველ შემთხვევაში ძალიან მალე განთავისუფლება ჩემოკარგებო და სწრაფი შეტყობინება, სწრაფი ცვლილება, სწრაფი წინსვლა არ არის გამორიცხული, სადმე წახვიდეთ. და ეს იყოს მოულოდნელი, ხო? ყოველ შემთხვევაში, იცით რა არის? ხანდახან ხომ არ არის აქ ის მომენტი, რომ რაღაც წარსულს და ეხლანდელ რეალობას შორის რეალობას ვერ მიჩნავთ ერთმანეთიდან. შეიძლება იყოს რაღაც ხანდახან ქაოსი, ხო? მოგონებაში, ან დაგავიწყდათ ბევრი რამე. მოდი ასე გეტყოდით, მოდი დაფიქრდით თქვენ. ხანდახან არის, რომ ვამბობ გავუშვი თქვენი წარსული რაღაცა ის. არა, მე არ ვამბობ დარდები და ჩხუბი და დაუშვათ ეს ნეგატიური პოზიციები გაიხსენეთ, არა. გაიხსენეთ თქვენი მთავარი მიზნები წარსულიდან. რაღაც ესეთი პოზიცია დამიფიქსირდა. ყოველ შემთხვევაში აქ მონათრებული პიროვნება გიფიქსირდება თქვენ მეგობარი შენ. ძალიან მეგობრულია თქვენთან სხვადასხვა შენელებული პიროვნება, მაგრამ ხო, რომელიც როგორ არის იცით, ძალიან ბევრ რამეზე ფიქრობს და კონტაქტზე უნდა მას გამოსვლა. ძალიან მოწყენილი არის, ხო, რაღაც ცვლილებები უნდა თქვენთან მიმართებაში ამ ადამიანს. კი ბატონო. იტყობა მოწონხართ, რა ხდება ადრე, ასე მთლად ვერ გრძნობდა, რომ ნაყოფიერი ქალი ყავით, ნახეთ, ცივი ქალბატონიდან, უცებ ნაყოფიერი ქალბატონიდან ფიქსირდა. ეტყობა ეს ადამიანი ვერ აფიქსირებდა და მანამდე და ეხლა ხვდება, რომ აი თურმე ეს ქალი როგორი ფულიანი, როგორი შეძლებული ბინაქონი, ან რაც გაქვთ, რა ვიცი, რაღაცას ხედავს თქვენში ყოველ შემთხვევაში. კარგით ნახოთ, მე მაინტერესებს თქვენი მიზნები და სურვილები, რაც არის, როგორ მოწესრიგდება ამ ყველაფრის შემდეგ. ძალიან კარგად რომ იცოდეთ. მე გითხარით, სწრაფი ცვლილება იქნება, ანუ ისე მოულოდნელად და სწრაფად გამოდიხართ ამ ჩაკეტილი პოზიციიდან, ალბათ თქვენ ამის დაჯერება მართლა გიჭირთ, ხო? ჯერჯერობით. ყოველ შემთხვევაში აქ ძალიან დიდი ფინანსები აუცილებლად იქნება, რაც მოგიტანთ ძალიან დიდ სიხარულს. რა არის? ფინანსური ხარჯიც გაქვთ თქვენ, ხო? არ გასცეთ ფინანსები. არ გასცეთ. კარგით. არ არის გამორიცხული, რომელიმე თქვენთაგანმა დაიწყოს რაღაცა სახლის სამუშაოები, რემონტები, შეიძლება რაღაცა ისეთი წამოსვლა, ფუსფუსის რეჟიმში გადადიხართ ფაქტიურად. ყოველ შემთხვევაში აქ როგორც თქვენ გინდათ ზუსტად ისე იქნება ყველაფერი. არ ნერვიულოთ, აქ როგორ არის, იცი, დაასტაბილურებთ აუცილებლად თქვენ საქმეს, საკითხს, რაც ესე ვთქვათ, ენერგიას შეიძლება გაცლიდა და ემოციურ ფონს მატებდა, ხო, იმიტომ რომ ეს დასრულდა. აქ პირდაპირ გაქვთ წარმატებები. ეხლა იცით რა არის, ყველასთან ეს არ რეზონირდება. მით უმეტეს ადამიანებთან თუ ეხლა მართლა მაგიურად შეთავდასხმა გაქვთ და კიდევ ვიღაცა მუშაობს თქვენზე, მაშინ რა ვიცი, მიიღეთ, უბრალოდ მომღებლობა გააკეთეთ და ეს პოზიტიურ მაინც ფიქრი და გონება ძალიან ბევრს ნიშნავს, საქმე ამაში არის და ეს იქნებ მოგეხმაროთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მე 100%-იან პასუხს მაინც ვერ გაცლებთ, ხო? მე აქ ვიღაცას მაგარი ძალები შეიძლება, არა, ეს არის კიდევ ესეთ რაღაცა პრაქტიკოსი თუ ხართ ვიღაცამ და ძალები და ენერგიები დაკარგეთ, ვინც ხარ მისმენთ, იბრუნებთ თქვენს ძალებს. თუ რამეს უკვეთავთ, მაგიურ რიტუალი თუ რამე გაქვთ შეკვეთილი, იცოდეთ, რომ ძალაში შედის ეს აწიოღოთ. ხანდახან აინტერესებთ ესეთი რაღაცები და ერთ დღეში და ორ დღეში შეიძლება რაღაცა გააქტიურდეს, მაგრამ
ძალაში შევიდეს 4-5-6 თვის მერე რომ იცოდეთ თქვენ რომ დაინახოთ რაღაცეები. მე მქონია ესეთი შემთხვევა, საკუთარ თავზე სხვათა შორის რაღაცა გავაკეთე და 1 წლის მერე შევიდა ძალაში და გამიკვირდა რანაირად, რა მოხდა, რა ის ვეძები, მე არც გამახსენდა ჩანაწერები ვეძები რა დროს რა მევფიქრე და ნახე, რა გაკეთებული 1 წლის მერე, გაიგეთ? ამიტომ ნუ ჩქარობთ რაღაცებს. აქ კი ბატონო ძალაში შედის თუ რაღაცას ესე გაქვთ. თუ ეს მომენტი არ არის, მაშინ ძალიან ჭკვიანურ გადაწყვეტილებას ღებულობთ. და კიდევ ერთ რაღაცას გეტყვით, დამგროვებლობურ პოზიციაზე გადადიხართ. აქ შემოდის თქვენთან ძალიან კარგი ნაყოფიერება, სასწაული. არ არის გამორიცხული, შეიძლება რამე ფინანსებთან დაკავშირებით თუ იყო, აი როგორ არის საბოლოოდ მოაგვაროთ ეგ საკითხი, ესეც არის კი. დასტაბილურებთ, ნუ გეშინიათ ამ ყველაფერს, უბრალოდ რაც გითხართ, რაც ვლაპარაკი ახლა ესე 15 წუთი დაახლოებით, 5 წუთი შესავალი იყო. აი როგორ არის, იცი, გაიაზრეთ ეს მომენტები, ხო, თქვენთან მიმართებაში. აქ თქვენ საჭირო თანხასაც მოიპოვებთ, რაღაცა საკითხსაც მოაგვარებთ და შეიძლება დააგროვოთ კიდეც ახლა, ხო, თანხები. ყოველ შემთხვევაში რამე საქმე თუ არის და ფუსფუსის მომენტი თუ გაქვთ, ამასაც ძალიან კარგად გააკეთებთ. არ არის გამორიცხული, ესეთ შეფასებაც მიიღოთ. საღოლ ყოჩა, მოლადეც. რა ნიჭიერია, რა ისა, რა ქვია. ყოჩაღის თემა რა, ყოჩაღი. ეს მომენტები დამფიქსირდა შემოკარგებო თქვენთან, ისეთ ვინცელოდით, მელოდით და საბოლოო პასუხი. ერთი ნაბიჯი ან ერთი დრო არ არის აქ დროში გაწელილი არაფერი არ არის. რო გითხრათ რომ ეხლა დაელოდეთ, არა, ეს პატარა რაღაც დააფიქსირეთ, გაანალიზეთ ყოველ შემთხვევაში აქ მე გეტყვით რომ რომელი არკანი ამოვიღე ხო? სრული წარმატება, ნაყოფიერება გიბრუნდებათ. ან უბრალოდ ეს შეიძლება თუ აღიარებას ელოდებით ვინმე თქვენს მიმართ აღიარებას ასე ვთქვათ, აღიარებაც იქნება. ანუ გულწრფელობა მისი მხრიდან, რაღაცის მხრიდან. სხვათა შორის აქ რატომ ვიღაც მე რო გითხრათ რომ ახლა პირადი თუ იმეს გაინტერესებს, ძალიან ბევრი მამაკაცი არის თქვენს ირგვლივ წარსულიდანაც, ეხლაც რაღაცა მოწყენილი ტიპაჟი და კიდევ უნდა გამოჩნდეს აქ ვიღაც რომ იცოდეთ თქვენ. ლაპარაკობთ, ეს არის პირდაპირ, აქ ეს არის პირდაპირ თქვენი ცხოვრების იცი რა გეტყრათ. თუ რამეს არ აკეთებთ, მაშინ მე ასეთ რაღაცას გეტყვით. ეს არის პირდაპირ მაგია. ეს არის მაგია. თქვენი ცხოვრების ჯადოქარი ხართ, მაშინ ასე გამოდის. თუ არაფერს არ აკეთებთ. თქვენი ცხოვრების ჯადოქარი ხართ. მე უბრალოდ ამ არკანებს ერთად არ განახებთ. იმიტომ რომ ეს სწავლება ჩემში არ შედის, კარგად იცით. თქვენი ცხოვრების ჯადოქარი. მე გისურვებთ წარმატებებს, თუ რაღაცას აკეთებთ, ვიცოდეთ რომ ძალიან კარგი შედეგი აქვს. იმიტომ არ განახებთ ამ არკანებს და მას რომ მე მაქვს ჩემეული ჯერ ერთი კურეტა, მერე კიდევ ჩემეული ინტერპრეტაცია და პლუს კიდევ სწავლება. ხო, ნახეთ, აი მე რაც წერია რაღაცა წიგნში და ბროშურებში არ ვხელმძღვანელობ სხვანაირად მოდის ჩემთან ინფორმაცია და პლუს კიდევ მე სხვანაირად მასწავლითნენ, მაგრამ ეს ხდებოდა ღრმა ბავშვობაში, რომელიც აღვედგინე და ალბათ მაშინ არ იყო მართლა საჭირო. მაშინ რომ მე გამემხილა ვიფიქრე სხვათა შორის მაგ თემაზეც. ნახეთ, თქვი რომ უარყოფთი რაღაცა. მე ყოველთვის ღებულობდი თან გაფრთხილებას. არ თქვა, ოღონდ არ გაამხილო. არ თქვა, ჯერ არ თქვა, არ გაამხილო. და მაშინ რომ მე ეს გამემხილებია, მე თქვა, ჩემს ოჯახზე იმხელა ის იყო მაგიურ ჩარევები და რაღაცეები, რა ვიცი, შეიძლება ჩემზე მართლა თავი მოეჭრა ვიღაცას მაშინ, ბავშვი ვიყავი.
რომ ამ ენერგიებს უნარებს უფლობდი და როგორ არის იცით კიდე ესეთი აი ეს მოდიოდა საღაციდან არ ვიცი ჰაერიდან კი ბატონო ასე ვიტყვით და დღეს ყველაფერი აღვიდგინე ასე რომ მე ამას მით უმეტეს ესეთნაირად განახოთ ეხლა თქვენ და რაღაცები დავიწყო აქ ახსნა განმარტებები ასე არ იქნება გისურვებთ წარმატებებს და გემშვიდობებით ჩემო კარგებო და ასე გაბრწყინებული იყავით თქვენი ცხოვრების მანძილზეც ну რაფშეს ნუ შეგეშინდებათ თავარი მაინც არის ფსიქოლოგია მიდგომა და როგორ არის იცი თუ რაღაცას არასწორად აკეთებთ ძიება იმის რომ აი ეხლა სად დავუშვი შეცდომა ეხლა რა გავაკეთე არასწორად ყველაფერი არის გამოსწორებადი სანამდე ცოცხალი ხართ მოდი ასე ვთქვა ხო სანამ ცოცხალი ხართ და თქვენ ხელში არის ეს ყველაფერი ეს ენერგია და შეგიძლიათ მოქმედება მანამდე ყველაფრის გამოსწორება შეიძლება ამიტომ ნუ დაყრით ყურებს და გემშვიდობებით დროებით